პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ განთიადის პირველ სტუმარს, წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოს ლევან ფიროსმანაშვილს. დაგვალცეთ მამო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პირველ შეწირულის წირვის შესახებ. მოგესალმებით მამო, მადლობა მოგწანებისთვის. ჩვენსაც მივესალმებთ მაყურებელს გაცემის დასაწყისში. აღნიშნეთ რომ დიდ მარხვის პერიოდში განსხვავებული არის მსახურებები. მაგალითადvis თქვით ის რომ წაკითხული იყო გასულ კვირას, ანუ მარხვის პირველ კვირას ანდრე კრიტელის კანონი. მთელი მარხვის პერიოდში ჩვენ ვიცით რომ ასევე იკითხება ეფრემასურის ლოცვა და ტარდება ტაძრებში პირველ შეწირულის ლიტურგია. დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით, რა შინაარსის და დატვირთვის მატარებელია, კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ, თავისი არსით პირველ შეწირულის ლიტურგია და ვთქვათ, რით განსხვავდება ის შაბათ-კვირის მსახურებებისგან. ზოგადად დააღვნიშნოთ, რომ თვითონ დიდი მარხვის პერიოდი ასახავს სინანულის პერიოდს. შეიძლება დავსვათ კითხვა, რომ ნებისმიერი მარხვა თავის თავში ამას გულისხმობს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მარხვის პერიოდი მრავალ რამეს მოიაზრებს თავის თავში, შინაარსობრივადაც, პერიოდულადაც ემთხვევა და გამოხატავს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამი ცოდვით დაეცა განიდევნას ამოთხიდან და ეს არის ორი რამ. ერთი თავად ცხოვრება ადამისი პერიოდი, როდესაც იგი გლოვობდა და განიცდიდა მკვეთრად და ედემის მახლობლად დასახლდა, დაფუძნდა ადამი და მეორე ზოგადად კაცობრიობის გლოვას, რომელიც ხსნელის მოსვლას ელოდებოდა. და ეს მთელი პერიოდი თავისთავად ზოგადად არსებითია, ყველა მარხვაზე მეტად, თავისი შინაარსობრივად, იმიტომ რომ თუ ცალკეული მარხვები, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეობს თავისი არსით სოტერიულ სწავლებაში, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით, გამოხსნელობით სწავლებას, ანუ სოტერიულ სწავლებაში მონაწილეობს უშუალოდ ეს მარხვა და უპირველესი მარხვაც ქრისტიანთა ეს იყო. იცით თქვენ რომ წლის განმავლობაში ადამიანი თავის მეათედს წირავდა, თავის ცხოვრების მეათედს და 365 დღიდან 36 დღე ნახევარი შეიწირებოდა ღვთის წინაშე. სწორედ აქედან გამომდინარე ეს მდგომარეობა, ვინაიდან ადამიანისთვის შემზარავი იყო ეს მდგომარეობა, რომ მან დაკარგა ყველაზე დიდი რამ, რასაც მისი შემოქმედი, მისი მშობელი, მისი ცხოვრების მომცემელი და უფლობა ერქვა, ანუ ძეობა პირდაპირ ღვთისა, ოღონ ბუნებით და არა არსებით. ამ შემთხვევაში ადამიანთათვის კაცობრიობისთვის ეს არის საგლოვარი, სამწუხარო და ამიტომ ჩვენ ამ მარხვას გამოვხატავთ თავიდან ბოლომდე სინანულით. და სწორედ აქედან გამომდინარე, რადგანაც გვაქვს სინანულთან კავშირი, ხდება ესეთი საკითხი, რომ არ აღესრულება ჟამის წირვა. ანუ იოანე ოქროპირის და ბასილი დიდის. ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის წირვა პირდაპირ აღნიშნოთ, რომ ეს არის მოციქულთა ლიტურგია, უფრო მეტად ჩამოყალიბებული, შეკრებილი, გავრცობილი და შესაბამისად, რადგანაც ზიარება ეს არის ზეიმი და თავისთავად მაცხოვრის მიერ შესრულებული გამოხსნელობითი მსახურება ეს არის ჩვენთვის დღესასწაული. ამიტომ იგი დაიტევება თავის შინაარსის გამო და რომ არ დაკნინდეს შინაარსი და ასევე თავისთავად არ განხარდეს მარხვის შინაარსი, სინანულის სამგლოვიარო შინაარსი, ამიტომ დღის განმავლობაში, კვირის განმავლობაში არ აღესრულება ლიტურგია. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გრიგოლ რომის პაპმა შეიმუშავა ეს დიალოგოსმა, შეიმუშავა ეს ლიტურგია, რასაც პირველ შეწირული ქვია. რაში მდგომარეობს, რომ დანარჩენ ამას შემდეგში გავმარტავთ, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ორიოდე სიტყვით. მიზეზი პირველ რიგში რისთვის გამოც ეს შეადგინა, რომ არ განშორებოდნენ ადამიანები ხანგრძლივად, ანუ მთელი კვირის განმავლობაში მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, მაგრამ რადგანაც შეწირვაც არ ხდებოდა სადღესასწაულო ფორმის გამოხატვა, ამიტომ მან მოიგონა ამგვარი მსახურება, რომ შაბათს და კვირას შეიწირება ტარიგი, დამატებითად გარდა იმისა, რომელსაც უშუალოდ დღესასწაულზე ვეზიარებით, იმ დღეს ვეზიარებით, დამატებითად შეიწირება ტარიგი, რომელიც ინახება და კვირის განმავლობაში მით უმეტეს თუ ემთხვევა სადღესასწაულო დღე,
ჩვენ ვეზიარებით უფლის სისხლსა და ხორცს და ამდღარად გამტკიცებულნი ველოდებით იმ დღეს, რომელსაც ქვია ერთს შვება, შაბათი, ხოლო მეორეს აღდგომა უფლისა კვირა. დიახ, მამა, თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, აი რაში მდგომარეობს თვითონ პირველ შეწირულის წირვა, ანუ როგორი თავისებურებით ხასიათდება გულისხმობ იმას, რომ წვენი არ შეიწირება იმ დღეს და წინამსახურებისა შენახული წვენი შეიწირება. ზოგადად თავად ეს მსახურება არის შემამზადებელი. არის სინანულის ლოცვებით განშვალული და თავისთავად პირდაპირ თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ გრიგოლ დიალოგოსზე როგორც არის გადმოცემა, მას ჰქონდა ანუ ეს მსახურება მსგავსი რამ მოციქულებს თავიდანვე ჰქონდათ მოციქულებრივ მამებს უფრო დაკონკრეტებით მოციქულებრივ მამებში იგულისხმებიან პირველი მოწაფენი, პირველი მემკვიდრენი მოციქულთა და შესაბამისად როგორც ჩანს მსგავსი სახის მსახურება ყოფილა და გრიგოლ დიალოგოს ეს დაუფიქსირებია, ეს ჩაუწერია და უფრო მეტად განურცია და მიუცია საღვთისმსახურო გამშვენებული სახე. და ის სწორედ ამ შემთხვევაში აქ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შემამზადებელი ლოცვები და არა ძღვნის შეწირვის. ჩვენ აღვნიშნოთ, რომ ლიტურგიაზე ბასილი დიდის და იოანე ოქროპირის ლიტურგიები თავისი ფორმით აბსოლუტურად იდენტურია, მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმსახურისთვის განკუთვნილი ლოცვებით განსხვავდება, დანარჩენი აბსოლუტურად იდენტურია და იოანე ოქროპირი მთლიანად დაფუძნებულია ბასილ გესარიელზე. და ისინი თავის შინაარსით გამოხატავენ, მოგვითხრობენ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ მოვლენაზე, რასაც ქვია ჩვენი გამოხსნა, აღდგომა და ამაღლება. ლიტურგია თავისთავში ამას ასახავს, ამას მოგვითხრობს. და სწორედ აქ ეს არ არის მოთხრობილი, ანუ არ შეიწირება, არ ხდება თხრობა გოლგოთისა, შეწირვისა და აღდგომისა, არამედ ხდება უკვე მოთხრობილის თვის შემზადება, ანუ ხდება ძირითადი თხრება მიმდინარეობს, თვითონ საიდუმლო ლოცვებიც ამგვარია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სავედრებელია, რომ უფალ როგორც ჩვენ ზიარების ლოცვებს, აი მსმენელთათვის გასაგები რო იყოს ზიარების წინა ლოცვებს რო ვასრულებთ და ამგვარად ჩვენ უბრალოდ შევემზადებით ზიარებისთვის, რომ უფლისგან გამოვითხოვთ, რომ უფალმა გავწმინდოს, გავხდეთ შედარებით მაინც თანხვედრი, საკადრი, ჭურჭელი, რომ დავიტიოთ ჩვენში უფალი, სწორედ ანალოგიურივე შინაარსის არის დატვირთვის არის ეს ლოცვები და თავისთავად თელი ხანგრძლივი დღის აღვნიშნოთ, რომ პერიოდი ზოგადად ეს ეხურებოდა საღამოს მსახურებას, ანუ მწუხრის მსახურებას და ხანგრძლივი ლოცვები, რომელიც თავის შინაარსით იყო შემზადებელი, საბოლოოდ ეს ლოცვები იყო დამაგვირგვინებელი, ანუ თავის ხასიათით იმისგან განსხვავებით, აღნიშნული ლიტურგიებისგან განსხვავებით, ეს არის სინანულის და შემამზადებელი. ჩვენ ვახსენეთ და ვიცით, რომ დიდმარხვის სადაგ დღეებში არ აღესრულება, ხო? სრული სახით ლიტურგია. რა ხდება იმ შემთხვევაში, მამაო, თუ კი დაემთხვა სადაგ დღეებში რომელიმე დღესასწაული? აი სწორედ პირველ შეწირულის ლიტურგია არსებობს ამისთვის. ჩვენ აუცილებლად ხაზი გავუსვათ, რომ როდესაც ჩვენ ამ თუ იმ წმინდანის დღესასწაულობთ, უზეიმობთ, ჩვენ მადლით თანავეზიარებით მას. ანუ საფრთხო მადლში მას მოვისურვილებთ, მის სიხარულს, მის სიყვარულს ვეზიარებით, მაგრამ როგორ ხდება მისი აღსრულება? თავისთავად საფრთხო მადლის მოწვევით, მაგრამ ამის ყველაზე მეტი გამოხატულება არის უფალი თავისთავად. და რა რომ ზოგადად ლიტურგია შევეხოთ, ნებისმიერ ლიტურგია აღესრულება ყველაზე მეტად წმინდანის წმინდანის დღესასწაულის გამოხატულებად. არც რომელიმე პარაკლისი, არც რაიმე მსვლელობა ლიტანიობითი, არც რომელიმე მსახურება, ეს ყველაფერი თავისთავად აღესრულება დღესასწაულზე, მაგრამ უზენაესი გამოხატულება წმინდანის დღესასწაულისა არის სწორედ ლიტურგია. დავსვათ კითხვა, რატომ ლიტურგია ხომ ეზღუნება არსებითად ჩვენს გამოხსნას, თავისთავად იქ მაცხოვარი ფიგურირებს და თუ დაუკვირდებით, რომ მომიხსენენი საკითხავების და ფაქტიურად, როდესაც წმინდა წერილის კითხვა მთავრდება, მთლიანად აღარსად აღარ ფიგურირებს წმინდის სახსენებელი და მაშინ რიღათი გამოხატავს ლიტურგია მას. უპირველესი მიზეზი, რომ ჩვენ
უფალი გვაზიარებს საკუთარ თავში, წარმემატებით უფალს და როდესაც ჩვენ ვართ ღმერთში და უფალია ჩვენში, ამ დროს ჩვენ ყოვლისმომცველი უფლის მიერ ვართ უშუალო კავშირში ზეციურ სამყაროსთან, რომელზეც სიურ სამყაროშიც და დასშიც არის ესა თუ ის წმინდანი, რომლის ხსენებაც კონკრეტულ დღეს არის. და ლიტურგია არის სწორედ ამის საშუალება, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს შუაკვირა და არ აღესრულება ხსენებული ლიტურგიები, სწორედ ამ დროს უფლის სისხლის და ხორცის მიღებით, რომლის დამხმარეც არის სწორედ პირველ შეწირული ლიტურგია გრიგოლ პაპის მიერ აღსრულებული, აი სწორედ ჩვენ ამითი სისხლის და ხორცის მიღებით თანავე ზიარებით ამა თუ იმ წმინდანს, მაგალითად ეხლა ხანს იყო ხსენება 40 სებასტიანელთა, რომელთა სახსენებელი ძალიან მნიშვნელოვანია და ძვირფასია ქრისტიანთათვის. და ის სწორედ უფლის სისხლის და ხორცის მიღებით ჩვენ თანავე ზიარებით მათ და განვიცდით ერთობლივ სიხარულს უფალში, ზეციური დასი და ქვეყნიური დასი. მამაო, ისტორიულად იყო ასეთი ტრადიცია, პირველ შეწირულის წირვაზე მიქონდა შესაწირად ღვინო და პური და შემდეგ წირვის შემდგომ იმართებოდა ტრაპეზი, რომელსაც აღაპები ერქვა. აი დღეს თუ არის შენარჩუნებული ეს ტრადიცია? ამგვარი ტრადიცია სიმბოლურია. ზოგადად ეს საეკლესიო კრებებმა ამოიღეს გარკვეული მიზეზების გამო, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ აღაპები არა მხოლოდ პირველ შეწირულს ახასიათებდა, არამედ ზოგადად ლიტურგიებს ახასიათებდა, ეს მოციქულთა ეპოქის იყო და ეს საიდუმლო სერობის სახე იყო, როდესაც მას ხოლმე აღასრულა სერობა, შემდგომში თავისთავად იყო იქ სერი, ჩვეულებრივი და აქედან გამომდინარე ეს მოციქულთა ტრადიციაში რჩებოდა, მაგრამ რადგან მან მიიღო შემდეგი სახე, რომ მასობრივ შეკრებაში ვინ უწესო უჯეროდ იქცეოდა, რომ არ დაკარგულიყო ღვთისმსახლის პატივის სახე, ასევე ქრისტიანის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან უფლის ტაძარი თავად ადამიანია, ქრისტიანის სახე რომ არ დაკარგულიყო, ამიტომ ეს ამოიღეს ხმარებიდან. თუმცა შევნიშნოთ, რომ ხანგრძლივი რამდენიმე საათიანი მსახურებაა და რეალურად ადამიანს მოკრება ჭირდება, რომ დარჩენილი სარბიელი გაიაროს, სიმბოლურად უბრალოდ პურს დაღვინოს, თავაზობთ ნაკურთხ პურს დაღვინოს, ოღონდ ეს არ შედის საღვთისმსახურო ტიპიკონში, ეს უბრალოდ სიმბოლურად ტრადიცია არსებობს ქართული ეკლესიისთვის. ჩვენ არაერთხელ და არა მარტო ჩვენს მეგობრებსაც, კოლეგებსაც ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ მარხვა არ არის მხოლოდ თავის თავში არ გულისხმობს მხოლოდ საკვების აკრძალვას, არა? რამდენად მნიშვნელოვანია ვთქვათ, აი ამ მსახურებებზე დასწრება და მასში ჩვენი მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ 2-3 ადამიანი ვდგარვართ მხოლოდ ისეთ დიდ ტაძარში, იმიტომ რომ მაინც სამუშაო დღეებში არის და ალბათ ესეც არის მიზეზი, რომ აი რატომ ზოგი ალბათ არ თვლის საჭიროდ, რომ უნდა იაროს ამ მსახურებებს და შაბათ-კვირას არის უფრო სავსე ტაძრები. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ეს მსახურება ძირითადად დაწესებულია დიდი ტაძრებისთვის, ანუ დიდი სამრევლოებისთვის, სადაც რამდენიმე მღვდელმსახურია, ვინაიდან საკმაოდ დამტვირთველია მსახურებანი და შესაბამისად ერთი მღვდლის და ორი მღვდლის მიერ ფიზიკურად ეს შეუძლებელია და აღესრულება დიდ ტაძრებში. შესაბამისად დიდ ტაძარში ცალკეულ ადამიანებს ყოველთვის რჩება ის კატეგორია, ზოგადად მთლიან დასახლებას თქვათ ქალაქს თუ ავიღებთ, რომელმაც თავისუფლად შეიძლება რამდენი 5-6 ტაძარია ფაქტიურად აქტიურად მოქმედი ყოველდღიური მსახურებით ჩვენს ეპარქიაში, ჩვენს ქალაქში და თავისუფლად შეიძლება რომ თითო ადამიანის შეკრებით წვეთ ტაძარი შეივსოს. მნიშვნელობამდე სანამ გადავალ ერთ მარტივ რაღაცას ვიტყვი, დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე 30% დასაქმებული, რასაც ქვია. Ну, რა თქმა უნდა, დღიური სარბიელს ვცდილობ და მე პირველ რიგში ჩემრეულის საყურადებლად ვიტყვი, ანალოგიური სიტუაცია მაქვს ხოლმე შაბათს. კვირას, როდესაც გადავსებულია, შაბათს არ მოდიან. ნაკლებად. მიზეზი, სამსახურია პირობითად, მაგრამ რეალურად რომ დაუკაკუნო შემთხვევით, უბრალოდ ერთი ჭიქა წყალი ვთხოვო. ის ამაზე არ დამზარდებიან და აღმოჩნდება, რომ სახლში არიან. ეს უბრალოდ სიტყვიერი მასალა, მიზეზი გასამართლებელი, თორე ზოგადად დღევანდელ სიტუაციაში მადლობა უფალს რომ გვაქვს ამის საშუალება რომ დავესწროთ. მე გავიხსენებ უფრო მძიმე
დღეებს, წლებს, როდესაც იყო 90-იანი წლები. 90-იან წლებში ტაძარი სავსე იყო. აი სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხი პირიქით არსობისთვის უნდა ებრძოლა ნებისმიერ საქმე ეკეთებინა და ამ დროს საქმე არ იყო, ეს ხალხი მოდიოდა და საღვთო მადლით ცხოვრობდა და სუნთქავდა. დღეს და არა თუ უბრალოდ ეკლესია ყოველთვის მარადიულად აქვს ეს სიტუაცია, რომ მუდმივად აღესრულება ეს მსახურებანი, ანუ ყოველ წლის ცხოვრების ნებისმიერ მდგომარეობის მიუხედავად და ამიტომ ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ამის დასწრების აუცილებლობა. თავისთავად აღნიშნოთ, რომ მარხვა ეს არ არის დიეტოლოგია და არც ვეგეტარიანელობა. ეს არის სულიერი ცხოვრების წესი. აუცილებლად სულიერი ცხოვრების წესი, ვინაიდან თუ ადამიანმა საღვთო სიტყვა არ შეიფუძნა, რას დაიმარხავს? თუ ის არ შეითვისა, რაღაც შეასრულებს და სწორედ საღვთო სიტყვით არსებობაზე და ცხოვრებაზეა და მას საიდან შეითვისებს, თუ არა საღვთო შესაკრებელში, ანუ ტაძარში მოსვლა და მინდა აღვნიშნო, რომ ღვთისმსახურება არა მხოლოდ სადიდებელ სავედრებელი ლოცვებით არის გამშვალული, არამედ განსწავლელობითი ლოცვებით, როდესაც მოგვიწოდებს, განგვიმარტავს ამა თუ იმ მოვლენას ან წმინდის ცხოვრებას, რაც ჩვენში საგულისხმოს ტოვებს. ჩვენ ხშირად გვიყვარს ცხოვრებაში მოსმენა, განსაკუთრებით მონასტრებს ვეტყავიანებით, როდესაც პატერიკებიდან გარკვეულ დარგირებებს, მცირე პოპულარულ შეგონებებს ვისმენთ. მერწმუნეთ, რომ ღვთისმსახურება სწორედ ამ პოპულარული შეგონებებით არის პარაკლიტონიდან იქნება თუ მარხვანიდან საკითხავები, თუ თქვენიდან, ესენი სწორედ ასეთ საკითხავებით არიან არა მხოლოდ სავედრებელით სავსენი და ჩვენ მათ ყურადღებით უნდა ვუსმინოთ და სწორედ ის ლოცვები არის შემამზადებელი ჩვენი მღვდელი საკუთრივ დამოუკიდებლად საკურთხეველში აღასრულებს იმ ლოცვას თავისთვის და მრევლისთვის, მაგრამ ჩვენ დანარჩენ სიტუაციაში მონოტონურად რომ დგევართ მექანიკურად, ის ვიღაცისთვის არ იკითხება, არ ისმინება, ის კონკრეტულად ჩვენთვის არის და სწორედ სულის სარგებელი, რომელიც ადამიანმა საგულისხმოდ უნდა დაიტოვოს, არათუ იმ დროს მსახურებისთვის შეამზადოს, არამედ სულის საგულისხმოდ დაიტოვოს და მარხვაში აიღოს გეზი. შეიძლება ადამიანს თავის ცხოვრებისთვის ჩაწვდეს ერთი სათქმელი სიტყვა, რომელიც იმ სარბიელში, მარხვის სარბიელში მან უნდა გაიაროს იმ მონაკვეთში. და ის სწორედ ეს სიტყვა ჩვენთვის ხშირად ხდება პასიური, რადგან ჩვენი ნებით არ ვისმენ. და ამიტომ იქ მისვლა აუცილებელია და მით უმეტეს აღნიშნოთ, რომ რახან პირველ შეწირულზე ვსაუბრობთ, პირველ შეწირული არც მეტი და არც ნაკლები გრიგოლ დიალოგოსმა დაწერა და შეასრულა იმისთვის, რომ ადამიანებს არ ქონოდათ ნაკლოვანება ხანგრძლივად განშორებოდნენ ქრისტეს სისხლს და ხორცს. და თუ ჩვენ არ მივდივართ და ჩვენი ნებით განვიშორებით, რიღასთვის აღესრულება, ხო ეს? მაშინ რიღასთვის შეიწირა საერთოდ უფალი. კეთილი. მამა ასე რომ ნებიშვიდეულშიც თითქმის ყოველდღიან ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს აღესრულება, ხო? პირველ შეწირულს. დიახ, ეს პირველი მსახურებებია, სანამ დაიწყება თხრობა მაცხოვრის უკანასკნელი მიწიერი უკანასკნელი ცხოვრების დღეებისა, ამ დროს თავისთავად კვლავ რომ არ განვიშოროთ, მაგრამ არის უდიდესი მოვლენები და მიმდინარეობს თხრობა და სანამ გადავალთ უშუალოდ ხსენებაზე, რასაც ქვია საიდუმლო სერობა, მერე ჯვარცმა და ასე შემდეგ მაცხოვრის ბოლო დღეები, იქ თავისთავად ნებისკვირა, იმიტომ ეწოდება, რომ უფალი დარჩა ჯვარცმამდე რამდენიმე დღე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მტკივნეულია, ჩვენ მსგავსებით იმ გლოვიარე მენელსაცხებლად დედებს, იმ ქრისტეს მოყვარე მოწაფეებს, რომლებიც დასდევდნენ და თავად მოციქულებს, რომელთაცვისაც მტკივნეული იყო მიახლება უფლის სიკვდილისა, ანუ იმ დროსთან მიახლება და რომ დავაკონკრეტოთ, ეს უშუალოდ არის დაახლოებით ჩვენთვის იგივე, რასაც ქვია, როდესაც მაცხოვარი გასამართლებიდან გოლგოთამდე მიდიოდა. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ამ ყველაფერს ვიხსენებთ, ვეზიარებით ისე უფლის სისხლსა და ხორცს და ის სანამ კვლავ პირველი საიდუმლო სერობის დღე მსახურება აღესრულება დიდ ხუთშაბათს, მანამდე კვლავ განუშორებლად ჩვენ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვხებულობთ. დიახ. ნუ ჩვენ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კითხვები. ბაბატიეთ, მინდოდა დამეგვირგვინებინა, რომ ქრისტეს სისხლის და ხორცის მიღებით რა ხდება, რომ იუდა განეშორა უფალს და მოციქულები განიბნინენ და ქრისტეს სისხლის და ხორცის მიღებით ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვხატავთ იმ აზრს, რომ ჩვენ მარადიულად
სურვილი გვაქვს უფალთან ყოფნისა. აი ეს არსებითი მნიშვნელობაა და მოდიდან უეზიარებით. და იმის ხმა მინდოდა წეგან რომ ვებგვერდზე ჩვენს ვებგვერდზე ჩნდება ხოლმე სხვადასხვა საკითხზე კითხვები და დღეს რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს ჩვენი ტელემაყურებლის მოთხოვნიდან არის გამომდინარე, ანუ რეალურად აინტერესებს მაყურებელს, არ იცის ყველამ, მრევლს გულისხმობთ ალბათ ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, რა ხდება მსახურებების დროს. აი ტაძარში ხშირია ხოლმე განსაკუთრებით ეს დიდ ტაძრებში, ვთქვათ ხმაური ერთმანეთის მოკითხვა, განსაკუთრებით ეს ხდება სახარების დასრულების შემდეგ. ან განიცადეს დროს. ანუ არის თუ არა მიზეზი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის რომ არ ვიცით რა ხდება მსახურების დროს რეალურად, რა აღესრულება. მიზეზი მრავალი არის. პირველ რიგში თავისთავად ეს არის, რომ ადამიანი შინაგანად ვერ აფასებს და ამ მოვლენას არ იცის, არ უსწავლია და თავისთავად ეკლესიის ეს განუწყვეტელი პროცესი არის კატეხიზაცია. ოღონდ მრევლს მოეთხოვება, რომ ზოგადად მოსურნე იყოს, რომ მოისმინოს და მხოლოდ ამბიონიდან გადაგება და მხოლოდ ლიტურგიის დროს ან ლიტურგიის წინ საუბარი მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა არ არის ამისთვის საკმარისი. მე მქონდა პრაქტიკაში ესეთი მსახურება, კვირაში ერთხელ ვასრულებდი კატეხიზაციას. ანუ ზოგად საუბრებს თემატურად, საფეხურებრივად, რომ მრევლს ქონოდა ცოდნა, მაგრამ სამწუხაროდ დამხვდა პასიური განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის დაუფიქსირე, მრავალგზის აღვნიშნე და დღესაც კვლავ გავიმეორებ. ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ახსარებისა, მრევლმა ეს უნდა იცოდეს, რომ ახსარებისთვისაც რომ ადამიანი მოემზადოს და ზოგადად ღმერთთან შესახვედრად, ხომ ახსარება გვამზადებს ქრისტეს სისხლის ხორცის მიღწევად, ანუ უფალთან შესახვედრად. უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მთავარი ზოგადად ახსარება მის შემდეგ დამაგვირგვინებელი ხდება და ზიარება, ეს არის მოძღვართან ურთიერთობა და საუბარი, რომელიც თემატურად სხვადასხვა საკითხში ადამიანის სულიერებაში განისწავლება და იქ სწორედ ეს საკითხიც კარგად დაფიქსირდება. და ადამიანს ეცოდინება და პასუხისგებლობა შეეძინება, იქ ბევრ რამეს ისწავლის. რაც შეეხება კვლავ მოკითხვას და ურთიერთობებს. ესეთ რამეს ვიტყვით, მესმის, რომ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, უყურადღებობა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, არაერთ მამას აქვს დაფიქსირებული ტაძარში მსახურების დროს ლაპარაკი არ შეიძლება, ვინაიდან ის უკვე ჩვენ განგვაშორებს იმას, რასაც უნდა უსმენდეთ, რაც უნდა გვამზადებდეს უფალთან შესახვედრად. მამო, ჩვენ ახლა დიდმარხვის მეორე შვიდეულში მეორე კვირაში ვიმყოფებით და ჩვენი საუბრის ბოლოს რომ შეახსენოთ მაყურებელს, რატომ არის აუცილებელი ახლა ამ შაბათს მიცვალებულთა მოხსენება. ვიცით რომ დიდმარხვის მეორე შაბათ ჩვენ ვიხსენიებთ მიცვალებულებს, გვიპასუხეთ თუ შეიძლება და მე დავასრულოთ. ზოგადად მარხვაში იწყება ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთის ურთიერთარ სიმძიმეით ურთიერთ და ესე აღასრულოთ შულიგი ქრისტეს პავლე მოციქული ბრძანეთ და უფალიც ამას მრავალგზის ამბობს და არ არის იმაზე მეტი სათნოება რომ ადამიანმა მოყვასმა დადოს თავისუფლი მოყვასისათვის. სწორედ ეს პრინციპია და თუ დაუფიქრდებით ყველაზე გაჭირულ მდგომარეობაში არსებობენ მიცვალებულები, რომლებიც თავისთვის ვეღარ ზრუნავენ. ლოცვა მხოლოდ გვმართებს ჩვენ და ზეციურ დას და ის სწორედ პასუხისგებლობა უპირველესი არა მხოლოდ მე არ ვიძახი რომ ამით ჩვენ სნეულებს ვიწყებთ, მაგრამ უპირველესი ყურადღება ყველაზე მეტ გაჭირებულ ადამიანთათვის არის და რადგან თავისი შინაარსით პირველი შაბათი არის ეკლესიის ზეიმის შესამზადებლად ეს მართლმადიდებლობის ზეიმი და სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმს თავისი შინაარსით უსწრებდა მორალური შემღავლისგან გადამრჩენელი მოვლენა თეოდორე ტირონის მიერ აღსრულებული, ამიტომ უკვე მეორე, მესამე, მეოთხე შაბათს, მომდევნო შაბათს აღესრულება მსახურება, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ამ ხალხს და ეს უმთავრესია რომ რას განასახიერებს რომ მაცხოვარმა აღასრულა მსახურება არა მხოლოდ ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ ჯოჯოხეთში მყოფნისათვის და ჩვენ როდესაც აღდგომისთვის ვემზადებით და მარხვის არსი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ვემზადებით უფალთან აღდგომის მზადებისათვის, თანახვედრობისათვის, ზიარებისათვის, ავზრუნავთ ჩვენ ჯოჯოხეთში, ანუ ზოგადად გარდაცვლილი ხალხისათვის. კეთილი, დიდი მადლობა. ერთობლივ უნდა წარდგეს სამყარო ღვთის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა. დაგვეცეთ მამაო.
მერთვა დაგვიცოთ, მერთვა ერთობლივ გვამყოფოთ უფალში ყველა ჩვენგანი. ამინ. სპეციური სამყაროს და სული მიწიერით. მადლობთ. შევახსენოთ ტელემაყურებელს, ყნეთის მიდაინოს სახელობის теаტრის თვალსახური ლევან ფიროსმანიშვილი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ პირველ შეწირული ლიტურგიის მნიშვნელობის შესახებ საუბრობდით. 9 საათია, მოდით